ახალ ამბებს ხრის ნახევარზე სოფო ხელაძე და გიორგი წულაია გაგაცნობთ. ხულტაში რამდენიმე დღე აქცია მიმდინარეობს აჭარის მაღალთიანეთში გამართული აქციების თემაზე. ახლა პირდაპირ ეთერში ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმარია საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ბატონი ილია ელოშვილი. მოგესალმებით. მოგესალმებით. ბატონო ილია, ხულოში აქცია დაიშალა, თუმცა კვლავ ძალაშია ადგილობრივების მოთხოვნა, რომ გადადგეთ და ბოდიში მოიხადოთ ადგილობრივების წინაშე. რატომ განწვავდა ვითარება მაღალმთიანეთში? საინტერესოა თქვენი მოსაზრება. განწვავდა იმიტომ, რომ მოთხოვნები რაც წარმოგვიყენეს მოსახლეობამ შეუძლებელი იყო მათი შესრულება, ფაქტობრივად ჩიხში შევიდა პროცესი. მინდა ახლა ვთქვა, რომ არავის არ სიამოვნებს, სწორედ გამიგეთ ყველანი ადამიანები ვარ და რაღაცა თითქოს პერსონალურად წარმოვიდა ჩემზე ესეთი აგრესია, ესეთი რეაქცია, რომ თითქოს ეს ჩემი რაღაც საკუთარი სურვილებით, რაღაც ჩემი საკუთარი გადაწყვეტილებებით მე ეს ჩავატარეთ ეს რაც მოხდა, მაგრამ აქ მინდა გითხრათ, რომ აქ საქმე არ არის ერთ რომელიმე ჩინოვნიკში, ან ერთ რომელიმე ადამიანში, რაც არ უნდა როგორი თანამდებობის პირის არ უნდა იყოს ის. აქ საქმე ეხება უმნიშვნელოვანეს პროექტს და აქ საქმე ეხება იმას, რომ ამ კომპანიას აბსოლუტურად გამაგრებული აქვს ზურგი კანონიერად და კანონებით და შესაბამისად მოქმედებენ კანონით. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ მომხდარიყო კანონის დაცვა მოსახლეობის მხრიდანაც, არ მომხდარიყო დაპირისპირება, ამიტომ ჩავედი მე ზუსტად იქ, თუმცა შეიძლებოდა რომ მე საერთოდ არც გამოჩენილიყავი იქ, იმიტომ რომ მე არც ძალოვანი ვარ, არც მე არ ეს ჩემი კანონის დაცვა არ არის ზოგადად პირდაპირ ჩემი მოვალეობა, მაგრამ კანონის დაცვა არის ყველა ადამიანის მოვალეობა. შესაბამისად მე ჩავედი ზუსტად იმიტომ რომ განმხტულიყო ეს სიტუაცია და მათ კარგად გაეგოთ, რომ არ არის ის ჩვენ მათ შევყავდით ჩიხში და მე არ ვიყავი ჩასული სავაჭროთან რაღაც სათხოვნად. მე უბრალოდ მათ მოუწოდე რომ დაშლილიყვნენ, არ მieყვანათ საქმე იქამდე, სანამდეც მივიდა. რაც შეეხება ახლა ბოდიშის მოხდა, თვითონ ბოდიშის მოხდა თავისთავად არასდროს არ მიიღოს პრობლემა და მე ესე მაგ ნასწავლი ჩემი ბავშვობიდან, რომ თუ კი რამე დააშავე, ბოდიშის მოხდის გამბედაობა ადამიანს უნდა იყოს. მე აქ ჯინეში კი არ ვუდგევი მოსახლეობას, ეს არანაირად არ უნდა გაიგონ მათ, რომ მე რაღაც პრინციპულად არ ვიხდი ბოდიში. მე უბრალოდ ვერ გავიგე რატომ უნდა მოვიხადო ბოდიში და ესაა ჩემი გულის ტკივილი, რომ რატომ უნდა მოვიხადო ბოდიში. მე შეურაცხყოფა პიროვნული არავის არ მიყენები, ამას სრული პასუხისმგებლობით ვიძახი და ამაზე მე თავს დავდებ, იმიტომ რომ თუ კი ასეთი რამე მოხდა აქ ბოდიში კი არა, მე მზადო რომ გადავდგე, იმიტომ რომ თუ კი მე დამიმტკიცება რომ მე არაკორექტულად ვიქცეოდი ან მოსახლეობას რაიმე ზედმეტი ვაკადებ, მნიშვნელობა არ გამშობა ქალი იქნება თუ კაცი იქნება თუ ბავშვი იქნება. ამ შემთხვევაში მე ბოდიში არ უშველის ამ საქმეს, მზადო რომ გადავდგე, ხა თანამდებობა არასდროს არ არის ჩემთვის რაღაცა მნიშვნელოვანი, რომ ამას ამ თანამდებობის ცხოვრობდი მე, მაგრამ მეორე ხელ ადამიანურად მოიხადო ბოდიში იმაზე რაც დაუშვათ არ გაიკეთებია, ხო ცოტა ძნელი კი არა, შეუძლებელია მე ვთვლი, მაგრამ არც ის მინდა ვთქვა, რომ ეს ადამიანები ტყუიან, იმიტომ არ მინდა მე ასეთი რამე ვაკადრო, თუნდაც ამ ადამიანებს, ამიტომ მე ალბათ გონია რაღაცა გაუგებრობას აქვს ადგილი. შეიძლება ვიღაცამ რაღაცა ვერ გაიგო ნორმალურად, ან რაღაცა ესეთი ჩემი ცნობიერება სხვადასხვა გადაითავნა შემდეგ ეს ხდება ხოლმე ესეთი რაღაცას და ამიტომ თუ ესეთი რაღაცა მოხდა, მინდა ამაზე ბოდიში მოვიხადო, რომ თუ კი მე ვერ გამოვხატე, ვერ გავაგებინე ამ ადამიანებს, ის რისი გამოხატვაც მინდოდა. თუმცა ძალიან ბევრს ვფიქრობ ეს დღეები, რომ მართლა რამე ხომ არ ვთქვათ დავაშავენ, რაიმე ვთქვათ. ბატონო ილია, თქვენ როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია გაუგებრობა? ბატონო ილია, თქვენ როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ეს გაუგებრობა? თქვენ ფიქრობთ, რომ არ იყო მოსახლეობა დეტალურად ინფორმირებული გეოლოგიური დასკვნების შესახებ? არა, მოდით ესე ვთქვათ რა. მოსახლეობა ჩემი აზრით საკმაოდ სამუშაოები ჩაატარა ადგილობრივ თორმე და აბსოლუტურად საქმის კურსში ვიყავი ჩვენ, თავიდან ბოლომდე ყველა მოლაპარაკება რაც კი ჩატარდა. 2 თვეა პირადად მე გავაჩერე კონტრაქტორი, იმიტომ რომ მომხდარიყო ახალი გეოლოგიური დასკვნის, ის რაც მოითხოვა მოსახლეობა დასრულება, დადება, გავეცანით ამ გეოლოგიურ დასკვნას. ნახეთ რა ეწერა და როგორ სიტუაციაც იყო რეალურად. კიდევ ერთხელ დავაწყოთ მოსახლეობა, რომ გაუგზავნოთ ეს დასკვნა და ჩვენ როცა ავიდით მოსახლეობამ, მათმა წარმომადგენლებმა ვინც იქ იყვნენ, თავარი ეს მოქმედი პირები, პირდაპირ გითხრათ, ჩვენ არ გვაინტერესებს ეს დასკვნები. ჩვენ არ ვუნდებით არანაირი დასკვნას. და ჩვენ უბრალოდ გეუბნებით, რომ გადაგვასახლოთ ჩვენ პირდაპირ, სანამ დაიწყება კაროვის არ მივცემთ უფლებას, რომ დაიწყოს მუშაობა და ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ ეხლა ესეთი მოთხოვნით, როცა მოსახლეობა გამოდის, მე შემოგვინდა წამოხვიდე და კონტრაქტორს უთხრა, რომ უი უკაცრავად ახლა გადაკეტილია გზები, ახლა ესე არ ხდება, ხო? თუ ასეთ ქვეყანაში ვაპირებთ ცხოვრებას, მაშინ ჩვენ წინ ნამდვილად ვერ წავარდა. თუ ჩვენ ვაპირებთ კანონებით მართულ ქვეყანაში ცხოვრებას, მაშინ ილია მოსახლეობა ამბობს, რომ ხელი ისე მოგწერია, არ ვიყავით ინფორმირებული გვირაბის მშენებლობის შესახებ.
ერთ რამეს გეტყვით რა, მოდით ესე ვთქვათ ახლა ჩვენ. მე არ მინდა ახლა ვთქვა რომ მოსახლეობა მტყუანია თუ მართალია. მე უბრალოდ მინდა ვთქვა რომ ჩვენ ცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, თუ კი ჩვენ ამას ვაღიარებთ, სადაც თავარი არის არსებობს სასამართლო, არსებობს პროტესტის გამოხატვის 1000 ფორმა, მაგრამ ის რომ კანონი დაარღვიო, გადაკეტო გზა, ვიღაც არ შეუშვა, კონტრაქტორი არ შეუშვა, ეს არის მიუღებელი, თორემ მათ შეუძლიათ მიჩიონ თუნდაც პირადად მე. და თუ კი ისინი დაამტკიცებენ რომ მე რაიმე თქვა დავარღვიე კანონი, ამ შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობით უნდა ვაგო ამაზე მე პასუხი. თუ კი მათ ისინი დაამტკიცებენ რომ არ ქონათ რაღაცა ინფორმაცია, რაიმე საფრთხე მართლა ემუქრებოდა, ამას შეიძლება დაამტკიცებოს სასამართლოებში, ხო? ბაზია ლაპარაკი ჩვენ პირიქით გვერდში დავიდგებით მათ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ არათუ ამგვარი ფორმით გამოხატავენ ისინი, რომელიც პროტესტის ფორმა არავინ არ უშლის ქვეყანაში არავის, ხო? მაგრამ ის რომ გამოხვიდე დააწესო მორიგეობა იმ შესაძლებლობაში, თან სადაც გამოსყიდული ტერიტორიები კერძო საკუთრებაში დააწესო მორიგეობა და არ შეუშვა და ამგვარად გამოხატო პროტესტი და დააშანტაჟო ფაქტიურად ხელისუფლება, ხო? ამას ეკურა ილიაშვილზე კი არ არის პრობლემა, აქ პრობლემა დგება უბრალოდ პრეცედენტზე, ხო? ანუ რა პრეცედენტს უშვებთ ჩვენ რომ ასეთი მოთხოვნის გამო მე არაფერი არ მაინტერესებს და უბრალოდ აი ეს მინდა რომ ჩემი გავიტანო, ხო? ეს რა გვდგევარ და სხვაგვარად აზრამის და ასეთი მიდგომით ახლა რაც მივიღეთ ვხედავთ. სხვა მხრივ ზათვართ ვეაპარაკოთ, ზათვართ არ უხსნათ, 1000-ჯერ არ უხსნათ, თუ რაიმე დანაშაული მიუძღვის ვინმეს არსებობს 1000 გვარი ფორმა, ხო? რითაც შეგვიძლია ჩვენი სამართლებრივი დაამტკიცო. და ასეთი კატეგორიული მოსახლეობის მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ეს არის მეწყერის საშიში ზონა და იქ გარკვეულ საფრთხეებზე საუბრობენ. ამ შემთხვევაში მთავრობას რა მოტივი და არგუმენტი აქვს, რომ ეს უფრო მეტი სარგებელი იქნება, ვიდრე თქვათ რაღაცნაირი საფრთხეები? კი ბატონო. მოდით ასე ვთქვათ რა, მეწყერის საშიში ზონაში ჰესის მშენებლობა მთელი სოფლიოს მასშტაბით არავის არ აუკრძალია, არავის არ შეუზღუდი. ასე რომ იყოს, ვერც ჩვენთან, ჩვენ ვართ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, ჩვენ არ ვართ ბარბაროსები და ჩვენ არ ვართ რაღაც სახელმწიფო, რომელიც არ ითვალისწინებს საერთაშორისო პრაქტიკას, თუ კი ეს ასე იქნებოდა, ვერც მშენებელი კომპანია ვერ მიიღებდა ამ ნებართვას, ხო? და ას თვითონ არ მოინდომებდა ხა 400 მილიონის ჩადებას ისეთ პროექტში, რომელიც დიდი ალბათობით მე რაღაცა პრობლემები შეექმნა თავზე ჩამოინგრეოდა, ხო? მაგრამ მშენებლობის ნებართვა არის გაცემული. ეს ნიშნავს, რომ მეწყერის საშიში ზონაში, ისეთში როგორც არის ეს კონკრეტული ტერიტორიები, შეიძლება ამის გაკეთება. მეორე საკითხია, რომ ამას უნდა ამას ყველაფერს აქვს თავის წესები. ზოგი ზონა არის მეწყერის საშიში, ზოგი ზვავსაშიში, ზოგი, ანუ ყველა საქართველოს არის ისეთი გეოგრაფიული მდებარეობა, ჩვენ რომ საკმაოდ აგრესიული გრუნტებია, საკმაოდ აგრესიული გეოგრაფიული ტერიტორიაა ეს და ამიტომ ყველაფერს რაც ამის ვაშენით, ჩვენ უნდა ავაშენოთ სწორად. და ამ შემთხვევაში გარემოს დაცვის სამინისტრომ გაცა იმგვარი დასკვნა, რომ მას ჩაედო ვალდებულებები ამ კომპანიას, როგორ უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი ისე, რომ საერთოდ მინიმალურამდე კი არა, საერთოდ აღმოფხრული იყოს ნებისმიერი რისკი მოსახლეობის მიმართ. შესაბამისად, კომპანია ამას ყველაფერს აკეთებს. გარდა ამისა, დამატებით კიდევ ჩვენ მოვთხოვეთ მათ და კი არ მოვთხოვეთ ეს თვითონაც გააკეთებდა, ეს მათსავე ინტერესებშია. აბსოლუტურად 3 თუ 4 ფორმის მონიტორინგი დაწესდება, მთლიანად დაფიქსირებული იქნება დღევანდელი მდგომარეობა, რა სტადიაშია დღეს იქ პროცესები როგორ მიმდინარეობს და მოხდება ყოველდღიური დაკვირვება. აქ მიიღებენ მონაწილეობას ამ სოფლის წარმომადგენლებით, მიიღებენ მათ მიერ დასახელებული გეოლოგების თუ სულ ჩვენ მათ გადავიხდით კიდევაც თანხებს, რომ მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა და შესაბამისად მე გეტყვით ერთ რამეს, რომ არათუ ტერიტორიებს, რომლებიც მოყვებიან ამ ჰესის მშენებლობაში მოსახლეობას რასარგებელი იქნება ხა თქვენცა კი ბატონო არა ერთი რამე უნდა დავასრულოთ ჩემი აზრით რომ ესე იგი ის მოსახლეობა რომელიც იცხოვრობს აი ამ არეალში ამ ჰესის მშენებლობის და მოყვება დაკვირვების ქვეშ ყველაზე უფრო გარანტირებული იქნება იმისა რომ რაიმე მოულოდნელად რაიმე ისეთი პროცესები არ გამართდეს რომ საფრთხე დაემუქროს მათ ქონებას ან ყველაზე საშინელს და უარ შემთხვევაში მათ იცოცხლოს რაც შეიძლება ხა რასარგებლობას მიიღებს მოსახლეობა 400 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებით ეს პროექტი არის გადაჭიმული დაახლოებით რამოდენიმე 10 კილომეტრზე ხო თუ ასწრებს ამ 10 კილომეტრია არის დიდი ინფრასტრუქტურა არის გვირაბები არის ნაგებობები და ასე შემდეგ პირველ რიგში რა თქმა უნდა მიიღებს იმას რომ კომპანია თავისთავად ვალდებულიც არის ხა ეს პირდაპირ არ წერია მაგრამ იქ განახორციელებს უამრავ სოციალურ პროექტს საბავშვო ბაღები სკოლები გზები წყალი რა თქმა უნდა გონურული თანხების და ასე ხა ეს არ უნდა იყოს ერთი იმდენი რამდენიც პროექტი დაждდება მაგრამ
საკმაოდ სერიოზულ თანხებს აპირებს კომპანია რომ დახარჯოს ამ პროექტში და შესაბამისად ამაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ რომ მაქსიმალურად ერთად დავდგეთ მოსახლეობასთან ერთად მოუწოდოთ კომპანიაზე ისინი მზად არიან რომ განახორციელოს სოციალური პროექტები და საქმის ადგილობრივი მოსახლეობა ხო ამ ხელა პრობლემა ადამიანები მიდიან თურქეთში ეძებენ სამუშაო და სამუშაო მოუყვანეთ თავის სახლის კარებთან და პირიქით იმის მაგალითად რომ უხაროდეთ და რაღაცა მადლობა თქვა რომ ასეთი რაღაცა ხდება ბატონო ილია მშენებლობაზე არ ასაქმებენ. ერთ რამეს გეტყვით, შუახევში გაიმართა აქცია, ეს არ ვიცი ხა ახალი ინფორმაცია ჩემთვის, მაგრამ მზად ვართ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ნებისმიერი მათი მოთხოვნა, აი მე ყოველთვიურული თუნდაც ყოველდღიური აჭარაში, კი ბატონო, ჩვენ მზად ვართ მათ მოусვით, მზად ვართ დავეხმაროთ. თუ კვალიფიკაცია არ აქვს, მოთხოვოთ კონტრაქტორს დააღაცნათ დაეხმაროთ გადაუგზადებაში. თუ კი არაკვალიფიცირია, მაქსიმალურად მოთხოვოთ, რომ არა ეთნიკურად განასხვავოს, ხა იმიტომ კი მაინც ქართველებიან საქართველოს მოქალაქე. ანუ საქართველოს მოქალაქეები და ასაკმოს პირველ რიგში. ეს აბსოლუტურად ლეგიტიმური მოთხოვნებია. ამაში ჩვენ ხარში დაუდგებით, რა თქმა უნდა, მოსახლეობას და გვერდში დაუდგებით. რა თქმა უნდა და მაქსიმალურად დავეხმარებით და გამიკეთებია კიდევაც ეს აგერ შუახევის მოსახლეობა ალბათ მისმეს და იციან რომ როგორც კი პირველი პრობლემა შეიქმნა მე ჩამოვედი შევხვდი მათ და ვთხოვე კონტრაქტორს რომ დაექირავებინა მათი მანქანები რომლებიც მათ ყავდათ ადგილზე და ესაქმებინა უფრო მეტი ხალხი და იყო და ეს ყველაფერი შესრულდა თუ კი რა პრობლემები აქვს ზადაგზე ხა დიდი პროექტია ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით არ სრულდება ხო ამიტომ ჩვენ მოსახლეობას მოუწევთ რომ პირიქით იმეგობრებთ გვერდში თქვენ მთავრობას დაუდექით გვერდში ისე რომ თქვენ მთავრობა დაგიდგება და კინო გვერდშუბებით კინო ვაშანტაჟით კინო ძალით კინო გვიპირისპირდებით პირიქით ვიმეგობროთ ვილაპარაკოთ ერთად დავდგეთ და მე ეს კონტრაქტორის დავუმეგობროთ და რაღაცა გამოვა ხო აქედან საქმე და არავინით რომ თქვენს ქვებილოს და ცულებით დავხოთ ახლა და იმებით თოხებით და იმებით ვდიოთ ახლა ერთმანეთს ეს რა ქვეყანაში ვიცხოვრობთ საერთოდ ხო ბატონო ილია მოსახლეობამ დროებით შეწყვიტა აქცია თუმცა მათი მოთხოვნები კვლავ ძალაში რჩება თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ მოვალეთა განვითარება და მოლაპარაკების შემდეგი ეტაპი მონოპოლების ეტაპი ხა ერთი რამე მინდა სასახად აღვნიშნო. მე ჩემი მოთხოვნა და ჩემი პრინციპული პოზიცია იყო იქ რომ სამუშაოები არ უნდა გაჩერდეს. როგორც არ უნდა იყოს თუ სასამართლო არ გააჩერებს სამუშაოები არ უნდა გაჩერდეს. ერთადერთი ძალა სამუშაოების ორი ძალა არსებობს სამუშაოების გაჩერებას. თუ კონტრაქტორი თვითონ გადაწყვეტავს რატომღაც რომ გააჩეროს სამუშაოები ეს ამას მოყვება თავის სხვა პროცესები რა თქმა უნდა იმიტომ რომ მაგასაც მოთხოთ პასუხს რატო აჩერებს და მეორე სასამართლომ გააჩეროს სხვა ძალა სამუშაოების ხელმოწერილი კონტრაქტის გაცემული ნებართვის არ არსებობს ამაზე სასახად უნდა შევსახოთ ამის იქით თუ კი რავი მოთხოვნებია თუ კი რაც შეიძლება რაიმე იყოს გონირული ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად დავждეთ და ის რაზეც დაყიდით საბოლოო ჯამში რაზეც იყო საუბარი იმ ხელშეკრულების გაფორმებას ადგილობრივ მთავრობასთან და აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ არჩილს იმიტომ რომ თავიდანვე ჩაბმული იყო მაქსიმალურად ცდილობდა რომ არ მისულიყო ეს ყველაფერი დაპირისპირებამდე და ყველაფერი და დარწმუნებული ბატონი არჩილი ამას ყველაფერს ახლა კარგად მოაგვაროს მოსახლეობასთან მას აქვს განსაკუთრებული ნიჭი ამ დიპლომატიის და ჩემთან შედარებით უფრო მეტი ასე რესურსი აქვს იმის რომ თქვა და უფრო მეტი ალბათ არ ვიცი რა ქვია ამას უფრო გაგება აქვს ამ მოსახლეობას ამიტომ ადგილობრივია და გასაგებია ეს ყველაფერი მაგრამ ამიტომ მან აიღო ეს პროცესები ხელში და დარწმუნებული მიიყვანს ბოლომდე და მაქსიმალურად მათთვის ისეთ პირობებს ჩამოაყალიბებს ამ ხელშეკრულებაში რომ მათთვის ეს გარანტია იმისა რომ ოდნავი პატარა რაიმე დაზიანებაც კი არ იყოს პრობლემა დიდი მადლობა აჭარის მაღალმთიანეთში გამართული ხმაურიანი აქციების შესახებ ჩვენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილესთან ერთად ბატონ ილია ელოშვილთან ერთად ვსაუბრობთ